დღეს ვართ იმერეთში, სოფელ გორდში და მივდივართ სვანეთში, სკალდობაზე. ეს არის დღესასწაული, სადაც ქალები არ დაიშვებიან. ეხლა არის ღამის 11 საათი დაახლოებით რა. და ეხლა იმიტომ მივდივართ, რომ ბევრი მანქანები დადის და ცუდი გზა არის და ანუ მაგ საცობებს და რაღაცებს პრობლემებს რომ თავი ავარიდოთ. რა კიდე კადრებს შემოგთავაზებთ გზიდან. და ვეცდებით, რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდეს რა. თან სამახსოვროდ დაგვრჩება ეს ყველაფერი და გავეშვებით გზაში კიდე გადავიღებთ იმედია რაღაცებს. ამოვედით ეხლა ლენტეხში ვართ. მჟავე წყლებზე ვართ ამოსული. ანუ გზად არის ეს და შემოვიარეთ რა. და ნელ-ნელა მივდივართ სკალდისკენ რა. სად ვართ ეხლა ჩვენ? სკალდზე ავდივართ რა გზა არის და მაგრამ დღეს ვეცდები რომ სვანი ისეთი ადამიანი ნახოთ ვინც აგვიხსნის მაგას რა. ყველაფერი ამ დღესასწაულის შესახებ გავიგეთ. გულით და სულით. ენაცვალეთ რა რაიქეს. არის მაგარი რთული აღმოჩნდა რა. ვანელელა უახლოვდები. უკვე იწყება ალპური ზონა. და ეხლა ანუ არ არის ისეთი თვარიანი ღამე ყველა მიჩნევს რა. ანუ ზარ მაღალ ადგილზე ვართ რა. ეს კიდე ხვალ უფრო გამოჩნდება კარში. ეხლა ცოტას დავი. გათენდა. ეხლა ვდივართ ჯვარი არის ზემოთ რა. ეკლესია არის იქ. და ესეთი უმაგრესი და ულამაზესი ადგილი. რა ბიჭებო რა სიტყვით აბა? ეხლა ვიყავი ჯვარზე ასულები ეკლესიიდან კიდე არის 500 მეტრი დაახლოებით 11-ისკენ 12-ისკენ შეიძლება დაიწყოს დოღი და ჭიდაობა რა. ვეცდებით ეგეც გადავიღოთ და რავი ლამაზი კადრები, კაი რაღაცებს შემოგთავაზებთ ხოლმე რა ჩვენც. ჩვენი გიორგა როგორც ასეთი არის იუთუბერი. ესე იძახის რომ ჩვენო 100,000 ნახოს და ეგეთ რაღაცებს ვერ შევძლებთ რა. იმედია შევძლებთ რა, თქვენი იმედი გვაქვს ხო და რომც ვერ შევძლოთ, ჩვენი მიზანი ის არის რომ 1-10 წლის მერე რო შევართ იუთუბზე, აი ეს ჩვენი ვიდეოები იქნება რა.
მოგესალმები ყველა არქმადელებს, ყველა ქრისტიანს, მიუნაცავა მოძვირფასეს დღეს, ევანგელიის დღე არის სულთმოფენობის დღე. სალოცავი, სადაც ჩვენ ამ ხლავი ვიყოფებით, ეს სალოცავი საუკუნის მინიმუმ 15 საუკუნეს. ლეგენდის თანახმად ეს ხატი, რომელიც აქ არის დაბრძანებული, არის ერთ-ერთი იშვიათი ხატი, რომელიც საქართველოში ვერსად ვერ მინახა ანალოგი, არც ბერძნულში, არც რუსულში. და მართლა საოცარია, იმიტომ რომ ხატზე არის გამოსახული მთავარანგელოზები, მიქაელი და გაბრიელი და სხვა შიანი მათხოვარი. და ლეგენდა არის ასეთი რაღაცა, რომ 6 წლის ხარები, რომლებსაც უღელიც კი არ ქონდათ დაადგეს, ახალ მარხილზე დაადეს ხატი დააბრძანეს ხატი და გორა, როგორც მოყვებით, გორა იხსნებოდა და ასე ამობრძანდა ხარებს ორივეს გაუსყრათ აქ გული და ზუსტად იმ ადგილზე არის ასეთებული ტაძარი. 12 საუკუნეში ლეგენდა ასეთი არის და ისტორიული წყაროებიც არის იმისი, რომ თამარის ჯარი ხელთაკიდებული გადასცემდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ყვა არ არის და აი ლენტეხიდან აქამდე ჯარი განაწილებული მთლიანად და სულ ყველაფერი რაც ამოვიდა და რაც აშენებული არის, ეს ყველაფერი გაკეთდა თამარის პერიოდში. მერე 10 წლის წინ ძმებმა ჩანგსელიანებმა გოდერძიუ სოსომდან ერომ გაუკეთეს ამას რესტავრაცია, გააფართოვეს და საბოლოო სახე მიღებული არის ამ მხრივ. ჩაგეკითხებით. ხება რецეპტ ქალბატონები რატო? აი იმას ვიტყვიოდი ახლა იმ პერიოდში 300 ვაჟკაცი, 300 ფუშტანი, შეეული კაცები ესენი იქნებებოდნენ ხეობის საქმეს, ხვანეთის საქმეს, ყველაფრის ბედს ერთად ჭვიდავდნენ და ზუსტად ყველაფრის გადაწყვეტა ხდებოდა აქ. აქ ნაპოვნია უძველესი ქვევრები, რომ არ არის ჩატარებული ექსპერტიზები და ქალს რაც შეეხება, აი არასდროს არ ყოფილა აქ ქალი და არის ასეთი გადმოცემა ერთ-ერთ ყოველთვის, რომ ახლოში მოუახლოვდა ქალი, ვინჩი მოიბოძა და როცა ქალი მოუახლოვდა ინჩი დამოვიდა აქ მაგში, რომელმაც თქვა სასწრაფოდ მოიღებლა და თლიანად ამინდი შეიცვალა და თქვა რომ სასწრაფოდ ხალია საცხადა უნდა დატოვოს ტერიტორია, თორე სასწაული მოხდებოდა. და მართლა გასწრე მოხდა, ყველა უყურებით იმას, ზევიდან უყურებდა თულმო, აი ხალი როგორც მიდიოდა და როგორ მიყვებოდა ეს ცუდი ამინდის, ეს შავი ბნელი, რაღაც სიტუაციები და სხვაგან რო წავიდე, მაგალითად 4 წლის წინ როცა ჩვენ მოვდიოდით, მაშინ შეეშალათ როგორც ვიცი არასამთავრობოები იყვნენ გზა, მე აქამდე ქვირით ნახავდით ალბათ ალპური ზონა სადაც იწყება იქამდე. და იმ დღეს ჩვენ დასამწუხაროდ აი ძალიან ახლოში მოხდა შემოსვლა და ერთი დაცლა დასასრული გახდა, იმიტომ რომ იმდენი ისეთი რაღაცა მოხდა. შეთქვა წვიმა და აი ვინც იმ წუთში მოცულები იყო, ყველა დაიცალა და ჩავოსასვენი და გაუხდა ყველა. კიდევ ჩაგეკითხებით, ან მითია თუ რეალობა არ ვიცი, რომ ეს საკლავი რო იკლება და ყველა ხალხი გაქცეს საკალრობას, დღემდე აი მე მყავს ბაბუა, რომელიც ასაკში იყო, აი მე როცა ბავშვი ბიჭი ვიყავი, ამბობდა რომ ჩემი მახსოვრობის პერიოდშიო, მას არ ახსოვს რომ აქ დღესასწაული ჩატარებული იყო და საღამოს ეს ტერიტორია ჭვიმას არ ჩაეშუქთავებია. ასეთი აი დღემდეც არასდროს აი თუ დღეს თქვენ დაჭერდებით, ობრძანდით ჩვენთან ოჯახში, დაგვიხარდება თქვენი სტუმრობა, აუცილებლად დაინახავს რომ როცა თიდან ყველა ჩავა მთა როცა დაიცილებ, სილებლად მაინც ფაში ეს ჭვიმა იქნება და საღამოს აქაურობა ჩაილოცება. კი ბატონო, ერთსაც ჩაგეკითხებით. ანუ შარშანაც ვიყავით, შარშან როგორც მახსოვს 23 რიცხვი იყო და ეს აღნიშნა როგორ ხდება რიცხვი არა. ეს როგორ ჩემო კარგი ვიცი, ეს არის მიყვება ყოველთვის აღდგომას. აღდგომა ხო მოძრავია, აღდგომის მერე მეშვიდე კვირას არის ყოველთვის და ამიტომ მოძრავია. შეიძლება აღდგომა თუ ახლოს იქნა, მაშინ ისიც ახლოს იქნება თუ არა და აღდგომის მეშვიდე კვირას ხდება. უიზდომიდან რა? სვისტონიდან არის ზუსტად სადაც ტაძარი დგას 2200 მეტრი. ულმესი მადლობა. როგორ იქნება? გაგიმართა. არ გამოვა არა. დამოვიდეთ ახლა ქვევით მივდივართ. უყურეთ ჭიდაობას. დოღზე სამწუხაროდ ვერ მოვასწარეთ გაჩერება, ჩვენც გვეჩქარება. ეს დაღმართი შინ ამოვიარეთ. სუფთა ხაერი.
ხალხში იგრძნობ თავს თავისუფლად. ამიტომ მადლობა აქამდე თუ უყურეთ ვიდეოს და გემშვიდობებით დროებით.